სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ფსალმუნში არის 46 ფსალმუნია თუ არ ვცდები, ესეთი საინტერესო სიტყვები. ჩვენ ვიცით, რომ წინასწარმეტყველი სპირით ღმერთი ლაპარაკობს, ამ შემთხვევაში დავით წინასწარმეტყველი სპირით. მოიხილეთ და გულისხმა ჰყავთ. რამე თუ მე ვარ ღმერთი. მსგავსი შინაარსის სიტყვები ძალიან ბევრი შეიძლება ვნახოთ ზოგადად წმინდა წერილში. ახალ აღთქმაშიც ეს სულისკვეთება არის. მე ვარ ღმერთი. მე ვარ ღმერთი. საინტერესოა, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, რაში სჭირდება ღმერთს იმის მტკიცება ჩვენთვის, იმის თქმა ჩვენთვის, რომ იგი არის ღმერთი რა. ჩვენ ვერ უნდა მივხვდეთ, რომ ღმერთი ვინ არის. და საქმეც იმაშია, რომ ღმერთის ჩვენდამი, ჩვენი თავისუფლებისადმი, პატივისცემა, გაფრთხილება, რომ თავის სიდიადით ჩვენი თავისუფლება არ დაიდგუნოს, არ იძალადოს, ჩვენი თავისუფალი არჩევანი ქმედითი დატოვოს, იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ღმერთი თავის თავს ფაქიზად ავლენს. და წარმოიდგინეთ, როგორ არის, ხო? როგორი სიტყვებია. მოიხილეთ და გულისხმა ჰყავთ, გულისხმა ჰყავთ. რომ მე ვარ ღმერთი. ასევე ესეთ სიტყვები არსებობს, რომ არის თუ ვინმე გულისხმის ყოფილ, ანუ გამომეძიებელ ღვთისა. დღეს ჩვენ შობის დღესასწაულს, ქრისტეს შობის დღესასწაულს ვზეიმობთ, იმის და მიუხედავად, რამდენად გულგახსნილი ვართ ღვთის მიმართ და იმის და მიუხედავად, რამდენად გამოცდილნი ვართ სულიერ ცხოვრებაში. ყველას გვაქვს სიხარული. უცნაურია ეს დღევანდელი დღე, თვით ურწმუნოებსაც კი სიხარული აქვთ. ქვეცნობიერად, იმიტომ რომ ყოველი ადამიანი სწორედ იმისთვის დაიბადა, რომ მან ქრისტე იცნოს. ეს ჩვენ უნდა კარგად გვახსოვდეს ქრისტიანებს. დედამიწაზე ყოველი ადამიანი მხოლოდ იმისთვის იბადება, რომ მან ქრისტე იცნოს. და წარმოგიდგენიათ, რომ ჯერ რა მცირეა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებმაც ქრისტე იცნო და ჩვენი მათში აღმოვჩდით. და ნუ გაგვიკვირდება ეს ფორმულირება ამგვარი, რომ ყოველი ადამიანი იმიტომ იბადება, რომ მან ქრისტე იცნოს, იმიტომ რომ ქრისტე ის არის, ვინც მთელი სამყაროს შექმნა, თითოეული ჩვენგანი შექმნა, ჩვენ შეგუქმნა იმისთვის, რომ მასთან მარადიულად ერთად ვიცოცხლოთ, ღვთისშვილები ვიყოთ. გესმით, ამისთვის შექმნა, ამისთვის არსებობს ყოფიერება. ლამაზი ჩიტი, მშვენიერი ყვავილი, სხვაში ჩამავალი მზე, ვარსკვლავიანი ცა, ყველაფერი იმისთვის არსებობს, რომ შენ საბოლოო ჯამში ღმერთთან აღმოჩნდე, როგორც ღმერთის შვილი. მაგრამ ამისათვის შენ უნდა შეგეძლოს, გულისხმა ჰყო, დაინახო, გულისხმა ჰყო, თუ ვინ არის ღმერთი და შენ წინ არის თუ არა ღმერთი. ეს ერთი მხარე. ეხლა მეორე მხარე. ის რომ ძალიან რთულია, ერთის მხრივ გითხარით, რატომ? იმიტომ რომ იგი თავის სიდიადით ჩვენ არ გვდგუნავს. წარმოგიდგენიათ, სამოთხეშიც კი, როდესაც უფრო მეტი სიახლოვე იყო ღმერთსა და ადამიანში, როდესაც ადამმა შესწოდა, ევამ და მერე ადამმა შესწოდეს. ადამს იმხელა კადნიერება ჰქონდა, ჯერ რო არ დაუჯერეს, ეს ხო როგორი კადნიერებაა, ხო? როგორ შეიძლება რომ არ დაუჯერო ღმერთს. ეს ხო ერთი კადნიერება და მეორე, როდესაც ღმერთს ცდილობს, რომ ხმა მიაწვინოს და გახსოვთ ეს სიტყვები ადამ სადახარ, აი ეს ადამ სადახარ დღემდე ისმის სამყაროში. ის ჩვენ გულთანაც ისმის. ძალიან ხშირად, როცა ჩვენ სულიერ ცხოვრებაში სიზარმაცეს ვავლეთ, მორწმუნეები. როცა ჩვენ გვეზარება ღმერთთან ყოფნა, როცა ჩვენ გვეზარება ღმერთის ძიება, მასთან კომუნიკაცია, მისი მცნებების აღსრულება, ის სიტყვები, რომელიც 64-ში გაისმა, ადამ სადახარ, ის დღემდე ისმის და ამ დროს ჩვენს გულშიც ისმის და ჩვენ გვიგზნია სინდისის სახით, რომ რაღაცა არ ვიქცევით სწორედ. და წარმოიდგინეთ, 64-ში, როცა ესეთი ადამი როგორ იცრომდა, წარმოგიდგენიათ ღმერთს და იმხელა კადნიერება ქონდა ადამს, რომ ესე იგი თავის მართლება დაიწყო. შენ რო ცოლი მომეცი, იმან შემაცდია. ცოლმაც ასევე ევამაც. აი მე რა შუაში ვარ, გველს მოკითხე. ანუ გესმით, თავხედობაში გადავიდნენ იმდენად გათამამებული იყვნენ ჩვენი პირველი მშობლები ღმერთის ჩვენდამი ფაქიზი და პატივისცემითი მოპყრობით.
დღემდე ასე გრძელდება. ჩვენ ხო ვიცით, რომ მოვიდა, რა, იმპერატორად მოვიდა, ადამიანად მოვიდა, კი ბატონო, ადამიანური ბუნება მიერთო. მოვიდოდა ძალმოსილებით. და რას ვიზავდით? მაგრამ არ მოვიდა ძალმოსილებით. როგორც სხვარი მოვიდა, გესმით? და ჩვენ რაც ვქენით კი ვიცით. ამიტომ დღეს შობის დღესასწაული კი არის, მაგრამ ამ დღესასწაულის ზეიმის შესაძლებლობა ნამდვილად გვექნება მხოლოდ მაშინ, თუ ჩვენ ისეთი გული გვექნება, როგორ გულსაც ქრისტეს, ანუ ღმერთის ცნობა შეუძლია. თუ ჩვენ გულს დღეს ამ ეტაპზე ღმერთის ცნობა არ შეუძლია, ყველაზე უკეთეს შემთხვევაში ჩვენ აქ მოსული ვართ ინტუიციით. ჩვენი ქვეცნობიერი ღვთისხატება და მსგავსება სწორად მუშაობს და მოგვიყვანა აქ. რომელიც არ არის ჯერ რეალიზებული, მაგრამ ის უნდა რეალიზდეს. ის საფუარი სახით ადებს ჩვენში, რომელმაც უნდა მთელი ჩვენი არსება აღაფუვნოს, მთელი ჩვენი არსება მოიცვას. რომ ჩვენ მართლა ჭეშმარიტად, ნამდვილად გავიხაროთ ქრისტეს შობის დღესასწაული. ნახეთ როგორი სამადლობელი გვაქვს, რომ გარეთ არ ვისვრით, აქ დგავართ და ზიარების მოლოდინში, ღვთისდიდების მოლოდინში ვართ, გესმით? ეს მხოლოდ და მხოლოდ ღვთისწყალობაა. ჩვენი დაცემული ბუნება ჩვენგან დამოუკიდებლად, ჩვენი პიროვნული არჩევანისგან დამოუკიდებლად უარყოფს ღმერთის ჩვენთან ყოფობას. ოღონდ ღმერთი ჩვენთან არ იყოს. თავისთვის იყოს, კი ბატონო. რელიგიები იქმნება ესეთი. ადამიანები რომ რელიგიებს ქმნიან, ან უკვე არსებულს გამოცხადებიც ამახინჯებენ, როგორი ტიპის რელიგიები არსებობს? ან ისეთი ტიპის რელიგია არსებობს, რომ კი ბატონო ღმერთი, მაგრამ ღმერთი არ არის პიროვნება, ღმერთს არ აქვს ცნობიერება, რაღაცა ენერგიაა და მე ამ ენერგიასთან, ენერგიის რითმში რაღაც ვიბრირებას ვიწყებ მედიტაციით და ჩემს საქმეს ვაკეთებ. ეგ ერთი. მეორე, პერსონალური ღმერთის წამთ, კი ბატონო, ღმერთი თავისთვის და მე აქ მიწიერი განზრახვები რაც ქონოდა ვერ აღვისრულე, თუ მე კარგად მოვიქცევი, 60-ში იმას მაჩუქებს. ეს მეორე. ჩვენ არც ერთი ვართ და არც მეორე. როგორ შეიძლება ღმერთს პიროვნულობა და მოაზროვნეობა წაართვა? ერთი. და როგორ შეიძლება რომ ღმერთი არსებობდეს და ჩემი ბედნიერების წყარო იყოს რაღაცა ცხოვრების წესი, თუნდაც დაუსრულებელი და არა ღმერთი, რომელიც არის სიცოცხლის და შესაბამისად სიყვარულის და ყოველგვარი ბედნიერების წყარო. ჩვენ ვართ ის ადამიანები, ქრისტიანები, რომლებიც ღვთისწყალობით მივხვდით, მაგრამ ეს მიხვედრა არ მინდა ჩვენ დამსახურებად აღვიქვათ. ღვთისწყალობით ვიცით, მოდი ესე ვთქვათ, ღვთისწყალობით ვიცით, რომ თავარი არის ღმერთი. იმიტომ რომ ის არის სიცოცხლე, სხვა სიცოცხლე არ არსებობს და ჩვენ მასთან გვინდა და ჩვენ ისიც ვიცით, რომ ჩვენი ქვეცნობიერი დაცემული ბუნება მას უარყოფს და ჩვენ პირველ რიგში ბრძოლა ჩვენს არჩევანს, რომ ქრისტე გვინდა, ჩვენს არჩევანს უპირისპირდება ჩვენი დაცემული ბუნება. აი გახსოვთ დღეს რომ წავიკითხეთ მათეს სახარებაში. მოგები რომ ჩავიდნენ, მიმოიკითხეს და მეფესთანაც მივიდა ეროდი მეფესთან და ღმერთი რომ მოვა შენთან, ხო უნდა გაგიხარდეს. აი ღმერთი მოვიდა შენთან, არ უნდა გიხაროდეს? თან ეროდი მეფე იყო დაახლოებით ამ დროს 70 წლის. ანუ უკაცრავად თუ იმე 70 წლის არის, მაგრამ ესე უნდა თქვა, ბებერი იყო. ნუ მეც არა ვარ შორს მაგისგან, ასე რომ თქვენთანაც ვარ. ვინც არის 70 წლის. ანუ 70 წლის ადამიანმა განა რამდენი ხანი უნდა იცოცხლოს კიდე და უცებ მან გაიგო რომ აი მოვიდა. არ უნდა გახარებოდა. და ვკითხულობთ, ეროდე მეფე შეძრწუნდა და არა მარტო ის შეძრწუნდა, ყოველი იერუსალიმი მისთანა შეძრწუნდა. რატო იერუსალიმში ამ შემთხვევაში იგულისხმება ის დიდარი და დიდებული ადამიანები, რომლებიც განცხრომით და ფუფუნებით და ძალაუფლებით ტკბებოდნენ. დიახაც, რომ განცხრომით, ფუფუნებით და ძალაუფლებით, ანუ ამასოფლის სულით, როცა ადამიანი ტკბება, მას ცოცხალი თავით ღმერთი არ უნდა. თუნდაც 100 წლის იყოს. ის ერთი დღეს თუ დარჩა, ის ერთი დღეს უნდა რომ თავის გემოზე გაატაროს და თავის გემოზე ისიამოვნოს, თუ ხორცი ამის საშუალებას იძლევა. და თუ ხორცის საშუალებას არ იძლევა, მაინც უნდა რომ თავის ღმერთის გარეშე იყოს, იმიტომ რომ ჩემს სიამაყეს ხორცის უძლურება ხელს არ უშლის.
გესმით, ეს არის ყველაზე დიდი უბედურება. ამიტომ აი ეს ამასოფლის სულით შეპყრობილობა და იქ იყვნენ ავაზაკები კი არა. იქ ჩამოთვლილია ხო გახსოვთ ეს სახარებას წავიკითხეთ. წიგნობრები, ანუ განათლებული ადამიანები, მღვდელმთავრები, ანუ სასულიერო პირები. გესმით? ანუ ის ადამიანები, რომელსაც კულტურაც ჰქონდათ, განათლებაც ჰქონდათ, რელიგიური ცხოვრებაც ჰქონდათ, ზნეობრივი ნორმებსაც იცავდნენ, გესმით? ანუ ეს იყო ნაღები საზოგადოება, მოდი ესე ვთქვა. ამიტომ ეს მაგალითი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ სად ვართ ამ დროს? აქ რომ მოვედით, რისთვის მოვედით? მართლა ქრისტე გვინდა და მართლა გვინდა რომ შობა ვიზეიმოთ, იმიტომ რომ შობის დღესასწაული, ქრისტე შობის დღესასწაულის ნებისმიერი დღესასწაული საეკლესიო და მათ შორის ქრისტე შობის დღესასწაული იმდენად შეიძლება ჩემი გახდეს, როდესაც ქრისტე როგორც ღმერთი ჩემში იშვება. შეგრძნებითად, განცდით, კომუნიკაციის შესაძლებლობებით და როცა მე ვრეალიზდები მისი თვისებებით. ეს არის ადამიანი ქრისტეს ემსგავსება. ამით არის გამსჭვალული მთელი ახალი აღთქმა. ადამიანის დაცემული ბუნება ისეთი უცნაურია, რომ გახსოვთ როგორ არის ჰეროდე მეფე იკვლევს, რომ აბა ცოდნი ადამიანები დაიბარა და ბიბლიაში აბა ანუ წმინდა წიგნებში ამოიკითხეთ, აბა სად უნდა დაბადებულიყო და ეუნებიან რომ ბეთლემში უნდა დაბადებულიყო. საქმეც იმაშია, რომ ესე იგი დაახლოებით 40-ზე მეტი პირდაპირ წინასწარმეტყველება აი აშკარა ის რო არ ჭირდება განმარტება, რომ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველები ქრისტეზე ლაპარაკობდნენ, სადაც ძველი აღთქმა არის ქრისტეს შესახებ წინასწარმეტყველება. ამის შესახებ არის ეს წიგნი. 40-ზე მეტია ისეთი, რომელიც პირდაპირ განმარტების გარეშე რომ მიხვდები, რომ ქრისტეზეა საუბარი და დაახლოებით რამდენიმე ასეული 300-მდე წინასწარმეტყველებაა. ზოგი მეცაც კი ამბობს, რომელიც ესე პირდაპირ და განმარტებით მიხვდები, რომ ქრისტეზეა საუბარი. და აქედან ზოგიერთი ისეთია, უბრალოდ განსაცვიფრებელი. მაგალითად, ისაია წინასწარმეტყველის 53 თავს რო კითხულობ, გეგონება მეხუთე სახარებაო, გეგონება ის ვინც წერდა, ანუ ისაია. საუკუნეებით ადრე. გეგონება იქ ესწრებოდა იმ დრამას, რაც გათამაშდა იერუსალიმში, მაშინ როცა ქრისტე მოვიდა და მოკლეს. დანიელ წინასწარმეტყველის წიგნს რო წაიკითხავ, მე-9 თავი. განსაცვიფრებელია, ქრონოლოგიური სიზუსტით არის მინიშნებული, როდის უნდა დაბადებულიყო და რისთვის უნდა მოსულიყო და რა უნდა მოხდარიყო და მე რომ მას არ მიიღებდნენ და მოკლავდნენ, ესეც კი წერია. და კიდე სხვა უამრავი წინასწარმეტყველება. მაგრამ არა, ადამიანებს მაინც უნდათ, რომ მაინც არ უნდა და ვიცით, რომ ეროდე მეფე ოღონ ქრისტე მოეკლა და იქ უამრავ ბავშვს დახოცავს. რატო ხდება ასე? იმიტომ რომ დაცემული ბუნებით მოსიარული ადამიანი, ანუ ადამიანის გენეტიკური მემკვიდრე ემორჩილება ორ რაღაცას, დემონურ ნებას და ამ სამყაროს სტიქიებს. იმიტომ რომ გახსოვთ, ეშმაკს დაუჯერა ღვთისნების საწინააღმდეგოდ და თავის სრულყოფილებისათვის მოინდობა გარეგანი რიტუალით მოეწყვიტა და ეჭამა, ანუ გარეგან სტიქიას დაემორჩილა. ამიტომაც პავლე მოციქულის დღევანდელ დღეს აღმოკითხული სიტყვები ამ კონტექსტიდან გასაგებია. ნახეთ როგორ ამბობს, ჩვენ ვიდრე ყრმანი ვიყავით, ეს კაცობრიობა ჩათვალე ყრმა და თითოეული ჩვენგანის ყრმობა, სანამ ჩვენ ქრისტიანები გავხდებოდით. ვიდრე ყრმანი, ანუ სულიერად ყრმა, არა ხორციელად. ვიდრე ყრმანი ვიყავით, ქვეყნიერების ნივთიერ საწყისთ ვემონებოდით. ანუ არა ქრისტიანი ადამიანი ემონება ამ გარე სამყაროს წესებს, კანონებს, თუ რელიგიურია, რელიგიურ გარე წესებს და კანონებს, სოციუმში არსებულ კანონებს და რაც ფიზიოლოგიურ კანონებს, ანუ ცხოველურ კანონებს და რაც ძალიან არასასიამოვნოა დემონურ ნებას, თავის ეგოიზმის, ანგარების, ესე იგი, სიამაყით, ამპარტავნების და ასე შემდეგ ამის გამო. ასეთები ვიყავით, პავლე მოციქული ამბობს, სანამ ქრისტიანები გავხდებოდით, სანამ ვიდრე ყრმანი, ანუ სანამ ქრისტიანები გავხდებოდით, სანამ გონებით გავხდებოდით მოხუცნი, ანუ ბრძენი. მაგრამ როდესაც მოიწია დროის სისრულე, კიდევ ვიმეორებ, ეს საუბრობს ქრონოლოგიურად, სანამ ქრისტე ადამიანად მოვიდოდა და თითოეული ადამიანი სანამ მისთვის ქრისტე ღმერთი გახდება მის რწმენაში.
მაგრამ როდესაც მოიწია დროის სისრულე, ან როცა უკვე დროის სისრულე ნიშნავს, რომ დასრულდა კაცობრიობის რაღაც ერთი პერიოდი და მომწიფდა იმისათვის, რომ ღმერთი მოსულიყო. როცა მოიწია დროის სისრულე, ღმერთმა მოავლინა თავისი ძე, რომელიც იშვა ქალწულისაგან და დაემორჩილა რჯულს, დაემორჩილა ნიშნავს იმას, რომ ზუსტად ჩვენი ყოფა გაიზიარა, როგორც ჩვენ ვართ, ისე ცხოვრობდა. ჩვენნაირ უსამართლო გარემოში. იმიტომ რომ რჯულის ქვეშ ემყოფნი გამოესყიდა. ანუ შორს კი არ დადგა და ესე იგი სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი რო არის. არამედ როგორც მე მტკივა ამ სოფელში და როგორც მე ვიტანჯები თუნდაც ღვთის ძიებაში, ზუსტად იგივე გვერდში ამომიდგა და ჩემი ტკივილი, ჩემი ტანჯვა გაიზიარა, მათ შორის ღვთის მიტოვებულობის განცდაც. ჯვარზე გახსოვთ როგორ ამბობს, ღმერთო ჩემო, რატომ დამტოვე? როგორ უნდა დატოვო, თავად ღმერთია, მაგრამ მისმა ადამიანურმა ბუნებამ შეგნებულად განიცადა არა მარტო ჩემი და არა მარტო შენი, არამედ ასეული მილიარდობის, ათეული მილიარდობით ადამიანის ტკივილი, რასაც სამყაროში უცხოვრია და ღმერთის განუცდელობის გამო იტანჯება ყოველი ადამიანი, ყოველი ადამიანის ტანჯვა განიცადა ჩვენთვის. იმიტომ რომ ჩვენ გამოვესყიდეთ ცოდვისგან. გამოსყიდვის შედეგად უფრო მეცაც აკეთებს, არა მარტო გამოგვისყიდა, გაგვამართლა, როგორც ხშირად გვითხოვს პავლე მოციქულის ამბობს ამას, დანიელს წინასწარმეტყველის წეღარო ვახსენეთ, ანუ კი არ გვაპატია უბრალოდ ცოდვები, არამედ უცოდველი გაგხადა, უცოდველს ხდის. იმიტომ რომ რატო? იმიტომ რომ ჩვენ სადღაც რაღაცა ადგილს კი არ მოგვიჩენს, რომ კაი ხო არ დაგჭირთ, არამედ თავის მარჯვნივ მოგვისვავს, ანუ ღმერთნი ხვდებით საღვთომადლით და ამიტომაც აგზელებს. გამოსყიდვის შედეგად რატო? რათა მიგვეღო შვილება, შვილი უნდა გავხდეთ. და მე აგზელებს, ხოლო რა კი შვილნი ხართ, ღმერთმა მოავლინა თქვენს გულებში მისი ძის სულიწმინდა ღმერთზეა საუბარი. მამა, ძე და სულიწმინდა ღმერთი და ძე ღმერთი სულ ერთად არიან, ბუნებრივია, ერთი იშვება მარადიულად, ერთი გამოდის მარადიულად და ერთად არიან და ანუ სულიწმინდა ღმერთს ძის სულიც ეწოდებათ ამავე დროს და ამას ნიშნავს. და რადგან შვილი ვარ მე, მართალია მე არა ვარ ძე ღმერთი ბუნებით, მაგრამ რადგან შვილი მიწოდა, მაძლევს თავის ენერგიას და ანუ მადლს და მადლით, არა ბუნებით, მადლით გამხარდა თავის შვილი, ამიტომ ქრისტეს მსგავსად რა სულიც არის ძეში, იგივე სული, ანახეთ, რა კი შვილნი ხართ, ღმერთმა მოავლინა თქვენს გულებში თავისი ძის სული, რომელიც ღაღადებს აბა მამაო. ანუ ჩემს სულიერ ცხოვრებას, ჩემს ღმერთთან კომუნიკაციას წარმართავს თავად სულიწმინდა ღმერთი, რომელიც ჩემში გიებს. ანუ მე ტაძარი ხვდები ღვთისა. ასე რომ მონა კი აღარა ხარ და მონა რას ნიშნავს? ხო გესმით, მონა არის ის, ამ შემთხვევაში მონა როგორც სიმბოლო, არსება, რომელსაც თავისუფლება წართმეული აქვს. ხოლო შვილია ის, ვისაც თავისუფლება არ აქვს წართმეული და მისი თავისუფლება რეალიზებულია. და რადგან მე შვილი ვარ, მონა აღარ ვარ, ანუ თავისუფლება არ მაქვს წართმეული, ასე რომ მონა კი აღარ ხარ, არამედ შვილი და ხოლო თუ შვილი ხარ, აგზელებს პავლე მოციქულიას, როგორ მიყვება აღმა ადის, აი ამ ესე იგი საფეხურებზე ადის ჩვენი ადამიანური ბუნების განდიდებისა. ქრისტე არის მემკვიდრე, ანუ ქრისტე არის სრული ძალაუფლების მქონე, რაც მამას აქვს, იმიტომ რომ ერთარსია მისი და ამ დროს მე წარმოიდგინე, ჩემი ცოდვები გუშინ დაბადებული, ერთი საცოდავი ქმნილება ამ სამყაროში. მე ვხდები თანამემკვიდრე, ანუ ქრისტეს მარჯვნივ ვჯდები, გესმით? ყოვლადწმინდა სამების წიაღში. აი დღეს რო შობის დღესასწაული, მე ხა შობის დღესასწაულზე გესაუბრებით, რას ნიშნავს, რომ ღმერთი ადამიანად მოვიდა. ღმერთმა რო ადამიანური ბუნება მიიღო. აი ეს ამისთვის ხდება ეს ყველაფერი, რომ მე თანამემკვიდრე ვხდები, სადაც ღმერთია იქ ვარ. მე პავლე მოციქული ისევ წარსულს უბრუნდება. ადრე არ იცნობდით ღმერთს და მსახურებდით მათ, რომელიც ბუნებით არ არიან ღმერთები, წარმართებს ეუნება ან იუდეველებს ეუნება, სანამ ქრისტე მოვიდოდა, მაგრამ ჩვენც ხო ესეთები ვიყავით. ჩვენ სანამ ქრისტეს
ქრისტიანი რო არ არის ადამიანი, ხო, თავის ცხოვრების წესით და სოფხედელობით, ხო ხდებით, ის რელიგიური მაინც რჩება, მაგრამ როგორია მისი რელიგიურობა, კატასტროფაა. ხოლო და ამიტომ რაღაცა კერპებს იგონებს და იმათ ემსახურება, სრულწმენებს. ახლა კი როცა იცანით ღმერთი და აი აქ საოცარ შენიშვნას აკეთებს. ახლა პავლე მოციქული საოცრება, აი მისი ყოველი სიტყვა არის უსასრულო მნიშვნელობის მქონე. აი ამბობს, ახლა კი როცა იცანით ღმერთი და გააგრძელებდა როგორ გააკეთებს ამასაც ადრე აკეთებდით, მაგრამ არა, ახლა კი როცა იცანით ღმერთი, ან უფრო სწორად ღმერთმა გიცნოთ. იმიტომ რომ მე ვიცანი ღმერთი და ადამიანი ისეთი ოხერია, მე ვიცანი ღმერთი. შენ ვერ იცანი ღმერთი. მე ვიცანი ღმერთი. შენ და პავლე მოციქული ეს ვარ დამემართოს იქვე მისწორებს. არა, უფრო სწორად შენ კი არა ღმერთმა გიცნოთ. სახარებაშია ეს. თქვენ კი არ გამომირჩიეთ მე გამოგირჩიეთ თქვენ ქრისტე გვეუბნება. რომ თავი არ ავიმაღლოთ ჩვენი სარწმუნოები და არ გავანადგუროთ ჩვენი რწმენა. ეს საოცრება, რომელიც ჩვენ დაუმსახურებლად მოგვეცა და ხშირად მადლიერებიც არა ვართ. თუ რა მოგვეცა ქრისტეს ღმერთობის გვწამს. და უფრო სწორად ღმერთმა გიცნოთ და ანუ როცა უკვე იცნობთ ღმერთს და კითხვა მიჩნდება, ჩვენ ვიცნობთ ღმერთს. ეს არის ყველაზე მწარე კითხვა, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ცხოვრების საქმეში. და მე აგრძელებს, როგორ გაუბრუნდებით ქვეყნიერების უმწეო და უბადრუგ საწყისთ, ანუ ისევ მატერიაში, მატერიალურ კეთილდღეობაში, ისევ მეცნიერებაში, ისევ ხელოვნებაში, ისევ პოლიტიკაში, ასე შემდეგ. ანუ ეს ყველაფერს უარყოფა კი არ ხდება, მაგრამ როცა ცხოვრების საზრისი ხდება, მიწიერი ცხოვრება, რომელიც საფლავით დასრულდება და ამიტომ პავლე მოციქული გვეუბნება, რომ როცა თქვენ იცით ღმერთი, როგორ გაუბრუნდებით, ანუ ცხოვრების საზრის მიზანს, როგორ გახედავთ ამ სამყაროში, რომ კვლავ მათ დაემონოთ და დაემონო ამ შემთხვევაში ცხოვრების საზრისად გაიხადო რაღაცა მიწიერი, რომელიც შენი საფლავით დამთავრდება, ნებისმიერი რამ. ჩემიცაც, მარტო შენით არა, ჩემითაც. დღეებს და თვეებს, წელიწადის დროებს და წლებს უკვირდებით. ქრისტიანობა გეუბნება, რომ არათუ ვარსკვლავები და galaktikები და იმის იქით უნდა გაწიო, არამედ ანგელოზებიც კი უნდა გაწიო. ჩვენ ანგელოზებიც არ გვაინტერესებს. იმის იქით, რომ ღმერთია ანგელოზების შემოქმედი, იმის შვილები ხდებით, ჩვენ მასთან გვაქვს კომუნიკაცია. და რა საწყალია ქართველი ადამიანი დღეს? აბა, ესე იგი იუპიტერი, რომელთან ვარსკვლავებში შეცურდა, რომ დაიწყოს ბიზნესი და ვიღაც შეიყვაროს. და ეს სასაცილო იქნებოდა სატირალი რო არ იყოს. როგორ შეიძლება ეს? და თურმე შეიძლება. და ამიტომ პავლე მოციქული გვამხელს ჩვენ ასეთ ქართველებს დღეს და თვეებს, წელიწადის დროებს და წლებს უკვირდებით და აქ ამბობს ტკივილიან სიტყვებს. ვშიშობ, ვაი თუ ამაოდ გავიხარჯეთ თქვენი გულისათვის. გესმით? მაგრამ მე იმედი მაქვს. არა მარტო ჩვენ ვინც აქ გავართ, არამედ ჩვენი საქართველოს იმედი მაქვს. ჩვენი ქართველების იმედი მაქვს. ყველა იმ არა მარტო ქართველების, ვინც ქართულ კულტურას ეზიარება, შესაბამისად ეზიარება ნინოს მოტანილ რწმენას, ანდრიას ნაქადაგებს, დავითის, ვახტანგის და თამარის გმირობით, გრიგოლ ხანძთელის და 100,000 მოწამის და რომელი ერთი ჩამო ილია ჭავჭავაძის, მათი გმირობით განმტკიცებულს, რომ ჩვენში ეს სული ჯერ კიდევ ცოცხალია. აი ზღაპრული მას ვქმნი ხოლმე, რა ქვია, სიუჟეტს, რომ ერთხელაც უცებ ყველა ქართველი გამოფხიზლდება, ემიგრანტები უცებ დაბრუნდებიან და ეშმაკის ჯინაზე ძალიან მაგარ საქართველოს გავაკეთებთ. მაგრამ ეს ქრისტეს გარეშე, აი იმ რწმენის გარეშე, რომელსაც დღეს პავლე მოციქული გვესაუბრებოდა, არ გამოვა. მაგრამ თუ ჩვენ ამას მივიღებთ, რასაც პავლე მოციქული გვეუბნება დღეს თუნდაც, მაშინ ეს გამოვა, იმიტომ რომ თითოეულ შობა ისე კი არ იქნება შობის დღესასწაული და ხალხი რა ვიცი, სვავს, თვრება, ისვრის.
ჩვენს გულებში დაიბადება იესო ქრისტე და ჩვენ ერთმანეთს ქრისტეს თვალებით შევხედავთ და ისე გვეყვარება ერთმანეთი როგორც სისხლის მიერ დაძმებს უყვართ ერთმანეთი და რა თქმა უნდა მაშინ გადავრჩებით იმიტომ რომ რა თქმა უნდა ჩვენთან იქნება ღმერთი აუცილებლად და ეს იქნება საფუძველი მარტო ჩვენი კი არა ჩვენი შვილების ჩვენი შვილიშვილების და რო გადარჩენაში მარტო იმას არ გულისხმობ პოლიტიკურ გადარჩენას თუმცა ესეც იქნება არამედ ჩვენ ყველანი გარდავიცვლებით სიკვდილისაგან სიცოცხლეში როგორც ღმერთის შვილები და იქ მარადიულად სულ ერთად ვიქნებით ქრისტესთან ერთად ეს არის ქრისტიანობა მე მინდა ეს მე იმედი მაქვს რომ თქვენს გინდათ ეს გილოცავთ ქრისტეს შობას მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა ამინ